კიდევ ერთხელ მოგესალმებით, რადიო კომერსანტის თემა აგრძელებს თქვენთვის მუშაობას და ჩვენს ტრადიციად ჩამოყალიბდა ბუნებრივია ის, რომ თქვენ ძალიან საინტერესო ბიზნესები, სტარტაპები მათ შორის წარმოგიდგინოთ და გაგაცნოთ მათგან მოვისმინოთ მათი გამოცდილებები, მათი რჩევები, მათი განვლილი გზა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ინოვაციურობაზე, ტექნოლოგიების დახვეწა განვითარებაზე და დღეს სწორედ აი ასეთ თემაზე და ასეთ კომპანიაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენი სტუმარია გიორგი მუზაშვილი, DeepRank-ის სტრატეგიული დირექტორი, რომელთან ერთად ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო კომპანიაზე. მოგესალმებით, გიორგი, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და მოდი დავიწყოთ, კი ბატონო, დავიწყოთ თქვენი კომპანიით, თქვენი სტარტაპით, ასე ვთქვათ. ბუნებრივია, როდესაც ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ და მუდმივ სიახლეების დანერგვაზე, სტარტაპები მიმართულია გარკვეული პრობლემების მოგვარებაზე. და სწორედ აი ეს თემა რომ გავშალოთ, პირველი თქვენი კომპანიის კონცეფციაზე ვისაუბროთ და შემდგომში რა პრობლემებს აგვარებს იქ. კი, მადლობა. რეალურად სტარტაპის იდეა დაიბადა იმის შემდეგ, როცა აღმოჩინეთ ძალიან დიდი პრობლემა. როგორც მე-20 საუკუნეში ვთქვათ, გაჩნდა ელექტროენერგია და დენი. და ამას მოყვა ძალიან ბევრი გადატრიალება, მსგავსი რაღაც დავინახეთ ხელოვნურ ინტელექტზე. ამ დროს ხალხი და ზოგადად ბიზნესები ძირითადად ჩადნენ Google-ში. ნუ სამიხთ რომ Google-ი აღარ იყო საკმარისი, იმიტომ რომ მე პირადად, ჩემი მშობლებით, ჩემი ახალგაზრდა მეგობრების ყველანი გადავიდნენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე. შესაბამისად ამ დროს გაჩნდა იდეა, რატომ არ შეიძლება რომ ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენოთ მარკეტინგული მიზნებისთვის. და ზუსტად ამ დროს დაიბადა იდეა და დავინახეთ პრობლემა, რომ ბიზნესები არ ჩარდნენ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებში. ეს ყველაფერი ხდებოდა თავიდან ბოლომდე რენდომად. შესაბამისად გადავწყვეტ, რომ იქნება არსებობდა რაიმე გზა, რომ მოგვიხდია ხელოვნური ინტელექტის LLM-ებზე манипуляция. ზუსტად აქ გაჩნდა პირველად იდეა DeepRank-ი და სახელით, როგორც ისე DeepPage და DeepRanking-ი იყო Google-ის რაღაცა მოწინავე პოზიციაზე გადმოყვანის ერთ-ერთი სტრუქტურა და შესაბამისად ჩვენც მოვიფიქროთ DeepRank-ი უნდა ყოფილიყო ტექნოლოგია, რომელიც ბიზნესებს დაეხმარებოდა რომ გამოჩენილიყვნენ ხელოვნური ინტელექტისთვის. კი ბატონო, და ასევე საინტერესო განსხვავებაზეც რო ვისაუბროთ, ხერხ შესავალი ახსენეთ იგივე ტრადიციული მიდგომებთან დაკავშირებით, შემდგომში განსხვავებაც ხო და ეს პრობლემის არსია. რა განსხვავება თუნდაც Google-ის ძიებასა და მათ შორის AI-ის პასუხებს შორის და პირობითად ეს რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მათ შორის ქართულ ბიზნესმენებმაც იცოდნენ? კი ბატონო, როგორ მუშაობს Google-ი? Google-ს უსმენთ კითხვას და გვაძლევს რამოდენიმე მულს. და შედეგის შემდეგ კიდე ჩვენ თვითონ გვიწევს რაღაც კონკრეტული ბიზნესის მოძიება, ლინკებზე გადასვლით, წაკითხვით ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხოლო რა განსხვავებაც აქვს ხელოვნური ინტელექტს? ხელოვნური ინტელექტთან გაქვს ინტერაქციის საშუალება. შეიძლება რომ ესაუბრო და ამ საუბრის დროს მიაღწიო იმ ნიშას და მოძებნო ის კონკრეტული პროდუქტი, რაც გინდა. გაძლევს ერთ კონკრეტულ პასუხს, ან თქვათ 10-ს. გირჩევ ზუსტად იმას, რაც შენ აუხსერე. შესაბამისად ბიზნესისთვის, რომელიც ეძებს კონკრეტულ ადამიანს, ვისაც უნდა რომ ეს სერვისი გაყიდოს, ძალიან აუცილებელია ხელოვნური ინტელექტში არსებობა. იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი საბოლოოდ, ნუ თქვათ GPT, Claude ან Gemini. ნებისმიერი ბიზნესის სეილსმენი ხდება. იმიტომ რომ როდესაც ამხელა ნდობა აქვს, ამხელა სორსები აქვს და ამდენი ადამიანი იყენებს ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის, თავისთავად ნდობაც იზრდება მათ მიმართ. ძირითადი განსხვავება არის ეს, როდესაც ეძებ Google-ში შენ გაქვს რამოდენიმე ვარიანტი, გაქვს 100+ გვერდი, აქ შენც უნდა გადახვიდე მულებს და მოძებნო. ხოლო ხელოვნური ინტელექტის განსხვავება ისაა, რომ პირდაპირ გაძლევს პასუხს იმას ზუსტად რაც ინტერაქციის დროს ახსენე. კი ბატონო, სხვა შორის სანამ დაიწყებოდა ჩვენი ეთერი, მე ვკითხულობდი უცხოეთის სიახლეებში იმ ნაწილს, თუნდაც ჩავიპარასკევის დროს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ რაოდენ დაბუსტა და გაზარდა უშუალოდ გაყიდვის მაჩვენებელი, საკმაოდ სოლიდურ პროცენტზე ავიდნენ თანაც. ასევე რომ ვისაუბროთ თავარ პრინციპზე, რაც გააქვთ თქვენ კომპანიას, ეს პრინციპი რა არის და ნუ ბრჭყალებში როგორ აიძულებთ თუნდაც ხელოვნურ ინტელექტს, რომ ჩვენი კომპანია ეს სრულად ნათლად დაინახო. ზოგადად პრობლემა არის შემდეგი. შესაძლებელია კომპანიას ძალიან კარგად ქონდეს საკუთარი თავი წარმოჩენილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ LLM-ს ესმის ეს ყველაფერი, LLM-ს ანუ AI ასისტენტს. მას აქვს თავისი ენა და სჭირდება მონაცემების სტროლის სტრუქტურიზირება. შესაბამისად, DeepRank-მა ამის მოსაგვარებლად გამოიგონა სქემა. ერთგვარი digital passport-ი ბიზნესებისთვის, რომელიც web-ში იქნება და ხელოვნური ინტელექტებისთვის იქნება, იქ ამ სქემაში ვდებთ ყველა იმ საჭირო და აუცილებელი ინფორმაციას, რაც ბიზნესმა უნდა უთხრას კლიენტს. და ეს ყველაფერი სწორად მოწყობილია ისე, რომ LLM-მა ეს ინფორმაცია გაიღონ და როდესაც თქვა წავა სერჩი და ადამიანი ეკითხები, მარტივი მაგალითი მოვიყონოთ, შეიძლება დავლიო ყველაზე გემრიელი ღვინო თბილისში, როცა მოგდებ შენ კომპანიაზე სწორი ინფორმაცია წაიღოს. ეს არის ერთი ვარიანტი. ხოლო უკვე შემდეგ არის ძალიან ბევრი ნაბიჯების რაღაცა ჩეინი, ესე ვთქვათ და ჯაჭვი.
და ყველაზე კარგი ისა რომ ამ ყველაფერს არ ვაკეთებთ ჩვენ ხელით, გავუმოგონეთ პლატფორმა different.ai ჩვენი საიტი. ჩვენ საიტზე შესვლის შემდეგ დაახლოებით 2 წუთში უკვე იგებთ რა სახით და როგორ ხდება ამ ყველაფრის მოგვარება ყველანაირი რაღაც ბევრი დამატებითი რესურსების გამოყენების გარეშე. კი ბატონო, აი სქემებზეც უნდა მეკითხა და ფაქტობრივად სქემაზეც საუბრობ. თუნდაც იგივე ტრადიციული SEO-სგან განსხვავება, თუნდაც სქემებში როგორ ჩანს საინტერესო იქნება. ზოგადად ტრადიციული SEO მუშაობდა როგორ? შეგეძლო რომ შენ ვებსაიტზე დაგიდო ბლოგი და ამ ბლოგზე დაახლოებით ყოველ წინადადება გამოტოვებით რაღაც keyword-ი, ესე bullet word-ი, რაღაც ტყვია სიტყვა გეხმარა. ეს ყველაფერი გავლენას ახდენდა, ანუ ისპამებოდა შენი ვებსაიტი. შესაბამისად, როცა ვიღაცა კითხავდა Google-ს რომ მინდა ვთქვა ტელეფონის ყიდვა, სადაც ტელეფონი შენ საიტზე იყო ბევრი ნახსენები, შესაბამისად მოდიოდა შენთან. ამას პლუს backlink-ები, სხვადასხვა პლატფორმებზე განთავსებული შენი საიტის მისამართი, ეს ყველაფერი ახდენდა გავლენას Google-ის search-ში. ხოლო რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს არ ჭირდება სხვადასხვა სორსებზე შენი ინფორმაციის მოძიება. ნუ თავისთავად ეს ყველაფერი აპრიორიტეტებს ისევ და ისევ შენ ვებსაიტს რომ პირველი შენთან გადმოვიდეს, თუმცა აქ ყველაფერი განსხვავებული არის ფორმატზე. ესეთი ფაილი უნდა ავახსენოთ, JSON ფაილი ქვია, რომელიც პირდაპირ ასე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის ენაა. ამ ფაილში უნდა იყოს ყველა ის სწორად დასტრუქტურიზირებული ინფორმაცია, რასაც შეიძლება ადამიანური თვალისთვის და ენისთვის ძალიან გაუგებარი და მიუხედაველი იყოს, თუმცა ეს არის ისენა, რაზეც AI ასისტენტები საუბრობ. კი ბატონო, და აი პრაქტიკული მაგალითიც რომ მოვიყვანოთ, თუნდაც იგივე თქვენი გამოცდილებიდან, ახლა დარწმუნებული ვარ, რომ კომპანიებთან უკვე უშუალო თანამშრომლობა იქნებოდათ. აი ამ გამოცდილებიდან რა შეგვიძლია ვთქვათ, ამ ყველაფრის პრაქტიკაში ინტეგრირების კუთხით. პირობითად, კომპანიების როგორც ასეთი ქცევა, მიდგომები, როგორი იყო სანამ ისინი მოვიდოდნენ თქვენამდე და როგორ შეიცვალა, როდესაც უკვე deep rank-ი გამოიყენეს, აი კი ბატონო, ზოგადად საქართველოს ბაზარზე ჩვენ დავიწყეთ უშუალო პირველი პარტნიორების ზებნა, ვინაიდან და რადგანაც ძალიან რთულად გასაგები იყო მათთვის, რატომ შეიძლებოდა რომ თუნდაც ChatGPT-დან გადმოსული ტრაფიკი მნიშვნელოვანი ყოფილიყო ბიზნესისთვის. მაგრამ არსებობს მსგავსი კონცეფცია. No resume ერთი უცხოური კომპანია, მისი ძირითადი მომხმარებლების ბაზა 90% გადმოდის ChatGPT-დან. რაც ნიშნავს, ChatGPT-დან გადმოსული ტრაფიკის კონვერციის რეიტი, ანუ გაყიდვა არის 5ჯერ და 6ჯერ უფრო მაღალი ვიდრე ნებისმიერი Google-ის ტრაფიკის ან რეფერალით გაკეთებული კლიენტის მოსვლა. შესაბამისად, ამის ახსნა დაუწყეთ ქართულ ბიზნესებს, რომ თუ გინდა გახდე ნიშის ლიდერი, შენ აუცილებლად უნდა გიცნობდეს ხელოვნური ინტელექტი. შესაბამისად, დაუწყეთ ბევრ არაქართულ და ქართულ კომპანიასთანაც მუშაობა და ვცდილობთ მიგვხვედრებინა ის, რომ თუ 2 და 3 წლის შემდეგ მინიმუმ არსებობა მაინც გინდა რომ გააგრძელო შენმა კომპანიამ, აუცილებელია რომ ინდუსტრიულ ევოლუციას და შენი ბიზნესი გამოაჩინო ხელოვნურ ინტელექტში. ნუ სხვაშორის ახლა გვინდა არ გვინდა მეწარმეობის ერთ-ერთი უნარი, ანტერპრენერებს რასაც ვეძახი და არა ტრადიციული ბიზნესები. ერთ-ერთი უნარი ეგეც არის, რომ ერთის შესაძლებლობის დანახვარაც ხა დაინახეთ, მაგრამ მეორეს მხრივ მომავლის გაჭრეტაც, მომავალში რა ტენდენციები ეს არის ალბათ საბაზისო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი უნარი. როდესაც ჩვენ მოხმარებლებს ვსაუბრობთ, აქ ტენდენცია ესე როგორია, გიორგი, საინტერესოა, დაინტერესებული რამდენად არიან კომპანიები, რამდენად ზარდი მაჩვენებელია და ძირითადად უცხოური კომპანიები არიან თუ იგივე ქართულ კომპანიებსაც ვქებთ? რა თქმა უნდა, პირველ რიგში და შემეხმარებულ ვთქვა, რომ მთავარი კომპანიები მაინც ქართული არიან და ამ მეტაპზე ვაპრიორიტეტებთ საქართველოს ბაზარს, იმიტომ რომ ქართულ ბაზარს ყავს სტარტაპი, რომელსაც შეუძლია მსგავსი რაღაცის გაკეთება. სხვილ კომპანიებზეა საუბარი. კი, შემიძლია ვახსენო ერთ-ერთი სტარტაპი, რომელიც უკვე მე-5-6 წელი ოპერებს, ეს არის Teneo, ახლა ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზეა. მათთან ერთი კვირის მუშაობის შემდეგ 4ჯერ გაუზარდეთ ChatGPT-დან ტრაფიკი, რამაც პარალელურად მოგვცა ის შესაძლებლობა, რომ 120%-ით გაიზარდა მათი revenue. ანუ პირდაპირ ციფრებზე მოქმედებს GPT-დან და მსგავსი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებიდან შემოსული ტრაფიკი. დაინტერესება საქართველოს ბაზარზე დიდია, თუმცა მაინც არის შიში ამ სიახლეების, რომ აი არ გაფუშდეს თქვა რაღაც და რამდენად მჭირდება ეხლა და ამ ეტაპზე. კი ბატონო, იმიტომ რომ უცხოური კომპანიებიდან გვყავს ისეთი კლიენტები, როგორიც არის IKEA, Flixbus, Udemy, საკმაოდ დიდი და გიგანტები საკუთარი ნიშების დაინახეს, მათი ინჟინერები იყენებენ ჩვენ პლატფორმას და შედეგებსაც და მეტრიკებზე დაყრდნობით ხედავთ, რომ იმის შემდეგ რაც დაიწყეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, ნელ-ნელა ხდებიან ნიშის ლიდერები და თავისთავად მათი revenue-ც იზრდება. კი ბატონო, გიორგი, ასევე მინდა გითხოთ ფინანსებთან დაკავშირებით. ახლა ამას წინ სხვადასხვა ჯეფ ბეზოსი იძახდა, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მეწარმე მსოფლიოში, რომ ისეთი AI, ანუ ინვესტორებს აფრთხილებდა, რომ ცოტა დაფინანსება AI-ის მიმართულებით შეანელეთო, შეიძლება ბუშტივით გასკდეს, იმიტომ რომ ბევრი AI ისეთია, რომ კითხვის ნიშანია რამდენად გავარდებოდა და ეს გარკვეული სიგნალიც იყო ინვესტორებისთვის და რა კონტექსტში ვამბობ, რომ ზოგადად ფინანსებთან წვდომა, ფინანსების მოძიება აი ამ ფონზე, როდესაც
საკმაოდ დიდი კონკურენცია უკვე AI მიმართულების პროექტების განხორციელების კუთხითაც. თქვენი ნაბიჯები როგორი იყო პირველი? კი ბატონო, შემიძლია გავმიჯნო ის, რომ ეს ჩვენი სტარტაპი არა უბრალოდ ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული, ჩვენ ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს იმისთვის, რომ ისევ და ისევ კომპანიის ბიზნესები გამოვიყენოთ. შესაბამისად, კონკურენცია არის უმაღლესი, 95% ახალი სტარტაპებისა დაფუძნებულია რაღაცა ხელოვნური ინტელექტით. ამის თუ იმის გაკეთება. რეალურად სტარტაპის ჩამოყალიბების ყველაზე დიდი პრობლემა არის საწყისი ფინანსები და კაპიტალი. ჩვენ გუნდში ვართ 4 კაცი, თავიდან ბოლომდე საკუთარი ხელფასებით მოვიყვანეთ ეს კომპანია დალანჩვის დონემდე დიფრენკი. ამის შემდეგ გაგვიმართლა, დავიღეთ ჭიტეს დაფინანსება, გავხდით 20-25 წლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალქულიანი სტარტაპი, რამაც საშუალება მოგცა უკვე რომ ის გეგმები რაც ქონა, ხორცი შეგვესხა და იდეებად არ დარჩენილიყო. ეს ერთი. მეორე კიდე არსებობს ძალიან ბევრი მსგავსი ინკუბატორი და Axel პროგრამა, რაშიც შეგიძლია რომ შენი სტარტაპი გააწევრინონ და თუ გაქვს ის შედეგები, რაც არის მინიმუმი აუცილებელი რომ მსგავს პროგრამებში მოხვდე, იღებ რაღაც კონკრეტულ ან აუცილებელი არა ფინანსური დაფინანსება, მხარდაჭერას რომ გაგიყვანო შენ პოტენციურ კლიენტზე და შენი პროდუქციის ტესტირება გააკეთო უკვე დიდ ბაზარზე. კი ბატონო, და ასე ეს კითხვა ტრადიცია ჩამოგვიყალებ და ყველას ვეკითხებით და დარწმუნებული ვარ თქვენი აზრით საინტერესო იქნება, იმიტომ ბევრი გვისმენს, ვისაც აინტერესებს AI მიმართულებები და არა მხოლოდ თქვენ რაც ახსენეთ, თლიან ციფრული ეპოქა ზოგადად და ბევრს უნდა ნაბიჯების გადადგმა. თქვენი გამოცდილებით, თქვენ ფაქტობრივად ძალიან წარმატებული სტარტაპი შექმნით ამ დიდი კონკურენციის დროს, რაც მართლა ძალიან გასახარი ფაქტია თან ქართული სტარტაპი. თქვენ რა გამოცდილებას და რა ერთ რჩევას მისცემდით პირველს ადამიანებს, რომლებსაც აქვს სურვილი, მაგრამ ნაბიჯებს ჯერ ან ვერ დგავენ? კი ბატონო, პირველი რჩევა იქნება ის, რომ თუ ხალხმა ინვესტორებმა მსგავსმა Axel პროგრამებმა შენი სტარტაპი ვერ დაინახეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი იდეა. უბრალოდ სჭირდება სწორი დრო და სწორ ადამიანთან გასვლა, რომ შენი იდეას უკვე ხორცი შეასხა. და კიდევ არ იფიქროთ მხოლოდ იდეაზე და ხორცი შეასხეთ ამ ყველაფერს და დაიწყეთ დატესტვა, იმიტომ რომ იდეა საბოლოოდ რჩება იდეად და რაც არ უნდა სამწუხარო სტატისტიკა იყოს, ქართული სტარტაპების 95% რომელმაც რაღაც ეტაპზე მისვლა შეძლო, საბოლოოდ უკვე აღარ არსებობს ვინაიდან და რადგანაც არ იწყებენ პროდუქტის ტესტირებას თავიდან ბოლომდე, პირდაპირ მხოლოდ იმიტომ რომ შესაძლებელია და აქვს ჯიში ფინანსური რაღაცა ხარჯზე გასვლის. შესაბამისად, ჩემი რჩევა იქნება, რომ იდეა არ დატოვოთ იდეად, ყოველთვის გატესტეთ და როდესაც ყურადღებას ინვესტორიან, თუნდაც Axel-ი არ გაქცევს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი იდეა არის ცუდი პირიქით. კი ბატონო, აი აბსოლუტურად გეთანხმებით. მე მგონი თქვენ გამოიყენეთ მათ შორის Lean Startup მეთოდოლოგიაც, როცა მუშაობდით, ხო? იმიტომ რომ მუდმივი სწრაფი გატესტები მაქსიმალურად უკავშირი გატესტები. და ერთ საინტერესო მომენტიცაა ესეც უთხრა ჩვენს მენელს, რომ მაგნაწილში, რაზეც ჩვენი სტუმარი საუბრობს, გატესტვა, შექმნა გატესტვა, თლა ძალიან დიდ დანახარჯებზეც ვერ გადიხარ, იმიტომ რომ MVP-ს რასაც ვუძახით, მინიმალური სიცოცხლის უნარიანი პროდუქტი, ან უბრალოდ პროტოტიპიც კი უკვე ძალიან დიდი ინფორმაციის მომცემი შეიძლება იყოს, როცა მომხმარებლებს აჩვენებ ამ ყველაფერს, ასე რომ კი ბატონო, რო ჩავშალოთ ძალიან მარტივად შეგვიძლია რომ გავაკეთოთ უბრალოდ კვლევა და გავიგოთ რამდენად საჭიროა ეს პროდუქტი ჩვენთვის და რაშიც რეალურად არანაირი ფინანსები არ არის აუცილებელი. კი ბატონო, საერთოდ პროტოტიპის რო არ გაგიწევ და უბრალოდ სიტყვის ვერბალურად რო მიიღო ინფორმაცია. ნამდვილად და ბოლოს ასევე ძალიან მცირე დრო დაგვრჩა და რომ შევაჯამოთ რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ხვალ პირობითად დილით პირველ რიგში, რომ აი ამ AI ეპოქაში არ დაიკარგოს. კი ბატონო, პირველად და მარტივად ვიტყვი, ქართულ ბიზნესს ან ნებისმიერ სხვა ბიზნესს თუ სურს რომ გამოჩნდეს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, პირდაპირ უნდა გადმოვიდეს ჩვენ ვებსაიტზე და ჩვენ ყველაფერს უზრუნველყოფთ რამდენიმე წუთში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ თან ძალიან საინტერესო და მაგარ საქმეში. ეს არ არის მხოლოდ ლოკალური, გლობალური იდეა, რაც ძალიან მისასალმებელია, რასაკვირველია. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო გიორგი მუზაშვილი, უშუალოდ Deep Rank-ის სტრატეგიული დირექტორი და ვსაუბრობდით ძალიან საინტერესო კიდევ ერთ ინოვაციურ სტარტაპ